გარდა იმისა, რომ ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად ვსაუბრობთ ქართულ ღვინოზე და ნელ-ნელა წარმოება იზრდება მსოფლიოს მასშტაბით უფრო და უფრო პოპულარული ხდება და საინტერესო ქართული ღვინო ღვინის მოყვარულებისთვის, გარდა წარმოების კულტურისა მნიშვნელოვანია ღვინის მირთმევის კულტურაც. ხო, დღეს სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ ჩვენ სტუმრებთან ერთად, როგორ უნდა დავაგემოვნოთ ღვინოს სწორად და არა მხოლოდ ამ თემაზე ვისაუბრებთ. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან საქართველოს ღვინის სკოლის დამფუძნებელი ანა გოდაბრელიძე და ასევე საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი დავით ჩიჩუა. დილა მშვიდობის, პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ დღეს ესე ადრიანად ჩვენთან ერთად ხართ. და ადრიანად რომ ასეთ თემაზე ვიწყებთ საუბარს და ასეთი საოცარი სურნელი ტრიალებს უკვე ჩვენს სტუდიაში. ხო, არ გიჭირს ცოტა საუბრის გაგზავნა. ჯერჯერობით არ მიჭირს. გაგემოვნების შემდეგ პირიქით, ღვინოისთვის არის რომ საუბარი გაადვილოს. ხო, უფრო გაადვილოს და გაამარტივოს. საერთოდ რას გულისხმობს აი ღვინის დაგემოვნების კულტურა? მოდით დავიწყოთ ამაზე საუბარი და შემდეგ რა თქმა უნდა უფრო განვავრცოთ. სწორედ ეს არის ჩვენი სკოლის მიზანი, საქართველოს ღვინის სკოლის მიზანი, რომ ჩვენ ვატარებთ დეგუსტაციის შემსწავლელ კურსებს. ეს არის ისევე როგორც მოყვარულებისთვის, ასევე პროფესიონალებისთვის, რომლებსაც კიდევ უფრო მეტად სურს გაიღრმავონ თავიანთი ცოდნა და ვასწავლით ისტორიას, კულტურას, ღვინის დაგემოვნების კულტურას. მიუხედავად იმისა, რომ ქართველები ვამაყობთ ჩვენი ისტორიით და ხშირად ვახსენებთ ხოლმე, რომ ვაზისა და ღვინის აკვანია, მაინც ვთვლით, რომ სათანადო ცოდნა არ გაგვაჩნია ამ მიმართულებით. მაინც დაგემოვნებასთან მართალია ჩვენი მამაკაცები უფრო მეტად სვავენ, ვიდრე აგემოვნებენ, მე მგონი დამეთანხმებით. აქედან გამომდინარე ჩვენ დეგუსტაციის კურსებს ვატარებთ. აი კონკრეტულად რას მოიცავს ეს? ნუ გასაგებია ისაც გვიყვარს ქართველებს ღვინო და ამის ძალიან დიდი მრავალსაუკუნოვანი, ასე ვთქვათ, ისტორია აქვს ღვინოსთან ჩვენს დამოკიდებულებას და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სოფლიოში ცნობილი 2000 სახეობიდან 500 სწორედ ქართულია, ეს ძალიან დიდი ციფრია, ასე ვთქვათ. და კონკრეტულად რას მოიცავს თქვენი, ასე ვთქვათ, გარკვეული ჩვენ ლექციები, სხვადასხვა ლექციებს ვატარებთ აი ამ კურსში შემავალი. ეს არის ისევე როგორც ისტორია, გეოგრაფია, მეღვინეობა, მევენახეობის, მსოფლიო ისტორია, ასევე საქართველოსი, რა თქმა უნდა. ღვინის დაავადებები, მზადები და ნაკლი, რომელიც არსებობს და სამწუხაროდ ჩვენმა დამეთანხმება დავით იცო, ჩვენ მომხმარებელმა ნაკლებად იცის ეს, არ დაუცილებელია, იმიტომ რომ რესტორანში საკმაოდ ხშირად ყიდულობთ ხოლმე ღვინოს და სასურველია რომ ზუსტად ვიცოდეთ, ასევე მაღაზიაში და ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს ზოგადად მომხმარებელს, მოყვარულს, იმიტომ რომ ამბობენ ისინი არიან პასუხისმგებლები თავიანთი ქვეყნის ღვინის ხარისხზე, იმიტომ რომ არ იყიდი ღვინოს, თუ კი არ მოგწონს და ის კომპანია შესაბამისად იქნება რომ ხარისხი ასევე გვაქვს თეთრი ღვინის არომატები, წითელი ღვინის არომატები ამ კურსში, ასევე საფრანგეთი და ფრანგული ღვინოები, ფრანგული რეგიონები, მაღალალკოჰოლური სასმელები, ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, ლექცია გვაქვს. ბატონი დავითიც, ჩვენი წამყვანი პროფესორია და ბატონო დავით, ძალიან საინტერესოა, როგორია ხოლმე თქვენი სტუდენტების, ესე ვთქვათ, დამოკიდებულება და რამდენად აინტერესებთ რეალურად, ვთქვათ, არა იმ ადამიანებს, ვინც ღვინო თქვენსავით აირჩია თავისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად, არამედ იმ ადამიანებს, ვინც შეიძლება ესეთი კათვით ცნობიერებული არ არის, მაგრამ როგორც სასმელი ძალიან უყვარს, მოწონს და აინტერესებს. ზოგადად ჩვენ ქვეყანას იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ხმად ფესვები გვაქვს გადმული ამ ტრადიციებში. თავისი სპეციფიკა აქვს. ყველა სხვა ქვეყნებში ღვინის მოყვარულებისათვის კურსებისაგან განსხვავებით, ჩვენთან მოდის არა ნედლი მასალა, რომლისაგანაც ჩვენთვის მისაღები ფორმით ვაწვდით ინფორმაციას, არამედ ჩვენ გვიწევს სტერეოტიპების, რაღაც წინასწარ არსებული წარმომადგენლებთან ჭიდაობა თავიდან, ამიტომ რამოდენიმე ლექცია დავიწყოთ თუნდაც იქიდან, რომ ჩვენთან საყოველთაოდ ცნობილი არის რამოდენიმე ესეთი არასწორი ფაქტი, იმისა რომ 2000 ჯიში არსებობს მსოფლიოში და აქედან 500 ქართული არის, იმიტომ რომ მსოფლიოში დღეს დარეგისტრირებული არის მონაცემთა ბაზაში 16800-მდე ჯიში, ანუ ქართული წილი. შეიძლება მე ძველი მონაცემი მაქვს. არა უშავს. მამ თუ შევხედავთ, მაინც ჯიშურ მრავალფეროვნობაში ჩვენი წილი ბევრად უფრო დიდი არის, ფაქტურად მსოფლიოში არსებული ჯიშების
რამდენი პროცენტი გამოდის? დაახლოებით დიდი პროცენტი. იმიტომ რომ წარმოებაში ჩვენ გვიჭირავს სულ 0.5%. ამასთან შედარებით თუ განვიხილავთ, კიდევ. ანუ ჩვენ ტრადიციებში, მრავალფეროვნებაში ბევრად უფრო ძლიერი ვართ, ვიდრე დღეს წარმოების მოცულობაში, მაგრამ ამ ტრადიციების სიძლიერეს თან ახლავს გარკვეული არასწორი მიდგომები, შეიძლება ითქვას, არასწორი დღევანდელი ცხოვრების რიტმიდან და ტემპიდან გამომდინარე. თქვენ თავად როდის დაინტერესდით ამ ყველაფრით? ალბათ ისევე როგორც ქართველების უმეტესობა ბავშვობიდან, იმიტომ რომ ჩვენთან ეს სხვა რომანტიკასთან არის დაკავშირებული, რაღაც ქართველი ერის თვითმყოფადობის, აუტენტურობის ერთ-ერთი ატრიბუტი არის და ამიტომ ნებისმიერი ქართველისათვის ეს სხვა განცდა არის, სხვა სიამაყე არის, როდესაც ბაბუას, მამას ეხმარები ყველა ქართველისთვის სხვა სიამაყეა, მაგრამ სხვა შემთხვევაა, როცა ქალბატონი ინტერესდება, ამით ესე აქტიურად. ხო, ძალიან საინტერესოა, თქვენ შემთხვევაში რამ გადაწყვეტა, რომ თქვენი პროფესია უნდა ყოფილიყო ეს და უნდა გამხდარიყავით სომელია ძალიან. ოჯახიდან. დედა ჩემიც მეღვინე არის. თქვენ შემთხვევაში რადგან აქ ბაბუა და მამა აღნიშნეთ, თქვენთან პირიქით ქალბატონების ხაზი გაგრძელდა. გავლენა, თუმცა ჩემი ძმაც მეღვინე არის ასევე, აი ზუსტად სადაც არის დიდი კოლექცია ქართული ჯიშების ჯიღაურაში იქ მუშაობს ისიც. ასე რომ ძალიან გვიყვარს ერთი რაც მინდა აღვნიშნო ცალსახად ჩვენი სკოლა უკვე 2009 წლიდან ფუნქციონირებს. ძალიან ბევრი კარგი, ასე ვთქვათ, პროექტები გვაქვს განხორციელებული იგივე ჰაიბრუნის უნივერსიტეტთან, მათი დაკვეთით ჩვენ გადავამზადეთ სხვადასხვა სახელმწიფო სასწავლებლები საქართველოში. ძალიან ბევრი კარგი პროექტი გვაქვს კიდევ წინ და რაც ყველაზე მეტად გასახარია, ეხლა უკვე ხელშეკრულება დაიდო აგრარულ უნივერსიტეტს ჩვენსა და ღვინის ეროვნულ სააგენტოს შორის, ანუ სამხრივი მემორანდუმი არის უფრო სწორად. ყველა ისინი მაქსიმალურად არიან ჩართულები აი ამ ჩვენი სკოლის ასეთ განვითარებაში და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კიდე რაც გვინდა დავამკვიდროთ, ეს არის აკადემია არის, კულინარიის აკადემია აგრარულ უნივერსიტეტში და იქ გვინდა კერძისა და ღვინის შეუღლების მასტერკლასები გავაკეთოთ ხოლმე, რომ ეს კულტურა გქონდეს უკვე ჩვენ. აი, მაინტერესებს რამდენი მოსწავლე ყავთ, რამდენად ბევრი მოსწავლე ყავთ? აი, ეს აღსანიშნავია ნამდვილად 2009. და როგორ უნდა მოხდნენ თქვენთან, თუ თქვათ სურვილი გაუჩნდა ჩვენს მაყურებელს? აი, ეს იქნება კულინარიის აკადემიის და თქვენი ტანდემი, მე მგონი ყველასთვის ძალიან საინტერესო. მეც ესე მგონია, იმიტომ რომ აი 2009 წლიდან სადღაც 3 კურსს ვატარებდით ხოლმე, თვენახევრიანი კურსები იყო. 3 ჯგუფით გებოდა 7 კაციანი, იმიტომ რომ ჩვენი მიზანი არის, რომ მაქსიმალურად ბევრი მოყვარული დავაინტერესოთ. არ იყო რომ რა გარკვეულ თანხებთან ეს არ არის, ასე ვთქვათ, არანაირ კავშირში, იმიტომ რომ ძალიან დიდი ფული ღვინოში იხარჯება იმ პროფესორებში, მაღალ კვალიფიცირებულებს, რომელიც მოწვეული ყავს. და ეხლა უკვე ეს ბოლო პერიოდია, ნახევარი წელია, ორ ჯგუფს პარალელურად უკითხავთ. 21 კაცი მოდის თითოეულ, აი წინაზე იყო 21 ადამიანი, ახლა 14 ადამიანი ყავს, კიდე სხვა ჯგუფია და ასე შემდეგ ძალიან დაინტერესდნენ და ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ მათთან ერთად ამ კულტურას, ამ ცოდნას უფრო ვაღრმავებთ. მე დარწმუნებული ვარ, ბევრია ისეთი ადამიანი, ვინც მომავალშიც დაინტერესდება და რა თქმა უნდა, ჩვენი გადაცემის განმავლობაში სრულად ვერ მივცემთ იმ რჩევებს, რომელსაც გაითვალისწინებს, რომ მიიღოს. მე რომ მომინდეს მაგალითად ამ სასწავლებელში სწავლა, როგორ უნდა მოვიქცე? გვაქვს ჩვენი ასე ვთქვათ Facebook გვერდი საქართველოს ღვინის სკოლა. იქ შეუძლია თვითონ მოგწონო ყველა კითხვა დაგვისვან და უპასუხოთ. ჩვენ ვაგზავნით ხოლმე ჩვენი ლექციების ჩამონათვალს. იმისათვის რომ მათ ზუსტად იცოდნენ რა შედეგი უნდა მიიღონ ამ კურსის დამთავრების შემდეგ და დაგვიკავშირდნენ პირადად ჩვენც და შევძლებთ რომ მაქსიმალურად სანამ კურსებზე მოვა ჩვენი მაყურებელი და შეეცდება რომ გაიგოს უფრო მეტი პატარა რჩევები რაც შეიძლება რომ გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე მივცეთ საინტერესოა ჩვენთან არის 3 ღვინო ხო წარმოდგენილი საინტერესოა ამ შემთხვევაში რადგან ჩვენ აღვნიშნეთ რომ ხშირ შემთხვევაში არ ვაგემოვნებთ და ორიენტირებულები ვართ რომ ბევრი ვიღოთ ის რაც მოგწონს. ხო, ეს კიდე სხვა კულტურაა, როცა აგემოვნებ სხვადასხვა ღვინოს, სხვადასხვა კერძთან ერთად, ხო? მოდი დავიწყოთ ჩვენ მაგალითზე, რადგან 3 არაჩვეულებრივი ღვინო გვაქვს წარმოდგენილი. ამ შემთხვევაში რა და რა ღვინოა და რომლით უნდა დავიწყოთ დაგემოვნება? ზუსტად ჩვენი სკოლის მიზანი არის ის, რომ ადამიანებს საშუალება მივცეთ დღევანდელი ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, რომ იმ მინიმალური საშუალებებით, რაც ჩვენ გვაქვს, ჩვენ წინაპრებისაგან განსხვავებით, მათ უამრავი თავისუფალი დრო ქონდათ, მთელი ზამთარი ბუხართან, ღვინით, ყანწით ხელში შეეძლოთ გაეტარებინათ, ჩვენ სხვა რიტმი გვაქვს. ჩვენ გვაქვს დროშით შეზღუდული და ასევე შეზღუდული გვაქვს იმ ალკოჰოლის
რაოდენობა, რაც შეგვიძლია ჩვენ თავს უფლება მივცეთ, რომ მივიღოთ. მეორე დღის გრაფიკიდან გამომდინარე. ამიტომ ზუსტად ღვინის ცოდნა გვეხმარება იმაში, რომ ამ 2-3 ჭიქით მივიღოთ მაქსიმალური სიამოვნება. აქ უკვე, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ როლს თამაშობს სწორად შეურჩიოთ ღვინო საჭმელს. იმიტომ რომ არის კომბინაცია, როდესაც ორი კომპონენტი ერთმანეთის დადებით მხარეს აძლიერებს, არის შემთხვევა, როდესაც ფაქტურად ერთმანეთისგან დამოუკიდებლად საცალკე გარბის. ღვინო საკვების გემოს ან პირიქით, ხო? სულ შემთხვევაში შეიძლება ეგეთი კომბინაცია მოვუწყოთ ჩვენ თავს და დავხარჯოთ ფული და სიამოვნების მაგივრად იმედგაცრუებულები დავჭერთ. თუმცა ერთიც მინდა აღნიშნო, რომ საკმაოდ ხშირად ისეთი ღვინოებსაც ხვდებით, რომელსაც ხშირად გვითქვამს ხოლმე, რომ არაფრის არ ჭირდება არაფერი მასთან ერთად მივირთვათ, იმდენად სახასიათოა, ისეთი ხასიათი აქვს თვითონ იმდენ რამეზე გაფიქრებს, რომ ან წიგთან ერთად რაღაცას კითხულობ, ან ტელევიზორს უყურებ, შეიძლება რომ ერთი ჭიქა ღვინო მარტივად ძალიან დიდი სიამოვნებით მიირთვა. აი, კერძებზე რო გადავიდეთ, მაგალითად, ნუ აქაც შეიძლება რაღაც მითებია გავრცელებული, ხო, როგორც თქვენ აღნიშნეთ და ამასაც ამსხრევთ. მაგალითად, გაგვიგია, რომ თქვათ თევზთან თეთრი ღვინო უნდა მიირთვა, ან ასე შემდეგ. რამდენად მართალია ეს ყველაფერი და რაღაც ძალიან ზოგადად რო დავყოთ, ახლა ბუნებრივია მთელ მენიუს ვერ მივყვებით, მაგრამ ზოგადი რჩევები რომ ფილმებშია ხოლმე ეს ყველაფერი წინა პლანზე წამოწეული, ყველისა და ღვინის, ასე ვთქვათ, თანხვედრა. პრინციპში აი აქ უკვე ჩვენ საზოგადოებაშიც ის მიდგომები არის გავრცელებული, რაც უკვე აი ამ თანამედროვე ევროპული ღვინის მოხმარების კულტურიდან შემოვიდა ჩვენთან, იმიტომ რომ ჩვენთან ესეთი ვთქვათ დაყოფა სუფრის მსვლელობის რო ვიწყებთ მაგალითად აპერიტივით, მერე სალატთან თეთრი ღვინო მოდის, მერე გადავდივართ სტეიკზე და სტეიკთან მოდის წითელი ღვინო. რა თქმა უნდა, ქართულ ტრადიციაში ესეთი რაღაც არ იყო. ჩვენთან ერთი სასმელი მოდიოდა და ყველა საჭმელი ერთდროულად ლაგდებოდა სუფრასთან ასეთ. თვითონ ადამიანი წვეტავდა რა თანმიმდევრობით მიიღებდა კერძებს და რომელ კერძს მიაყოლებდა ღვინოს. ამიტომ ეს ცოტა სხვა სპეციფიკა არის, სხვა კულტურა ჩვენთვის უცხო, მაგრამ ნელ-ნელა ხდება ნაცნობი. არა, მე სხვათა შორის ბოლო დროს ვაკვირდები და ტენდენცია უფრო გაუმჯობესებულია და უფრო მეტად უკვე ხალხისთვის ახლობელი გახდა, ასე ვთქვათ, ღვინის მიღების კულტურა. განსხვავდება უკვე ერთ სხვადასხვა ღვინო კერძებთან მიმართებაში. ხო, აი რომ ვასწროთ, მოდი დავიწყოთ მაგალითად. დღის მანძილზე რა დროს უნდა მიიღო? აი მძიმე სამუშაო დამღლელი დღის შემდეგ, როდესაც გინდა რომ სტრესისგან გათავისუფლდე, რომელი ღვინოა ამ დროს ყველაზე მიზანშეწონილი? ეს ალბათ ინდივიდუალურია. სტრესის მოსახსნელად და დაღლილობის მოსახსნელად ისე ლუდიჯობია ღვინოს. ღვინო არის დასამუხტი. ანუ თუ კი ენერგიისგან ვართ დაცლილი და გვინდა რომ აი ამ ენერგიით შევისვოთ, აქ ღვინო არის შეუცვლელი. აი ჩვენთან არის სამი ღვინო, როგორც აღნიშნეთ. დავიწყოთ ამ ღვინის ბატონ დავითი და შემდეგ სწორედ ავიღეთ, თქვენ გვირჩიეთ, რომლით უნდა დავიწყოთ დაგემოვნება. საერთოდ ჭიქის ხელში დაჭერიდან, ჭიქის ფორმიდან იწყება უკვე ღვინის დაგემოვნების ტექნიკა, იმიტომ რომ ყველა ნიუანსს მნიშვნელობა აქვს. ფეხზე უნდა მოვყიდოთ, ხო, როგორც შეიძლება, იმიტომ რომ ხელი არ შეუშალოთ ჩვენ ფერის აღქმას უპირველეს ყოვლისა ეს არის. ხო, ესე იგი მე არასდროს ვიჭირავს ახლა მე. პირველი არის პირველი ინფორმაცია მოდის თვალიდან, ხო? ვიზუალურია. ნახულობთ და განწყობაც უკვე იქნება. ფსიქოლოგიურად ადამიანი არის ზოგადად დეგუსტაცია ეს არის ძალიან სუბიექტური, მაგრამ ყველა იმისგან რაც მოცემულებები გვაქვს, რაც უნდა დავიცვათ, აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი არის ის, რომ მოწესრიგებული უნდა იყო, არ უნდა იყო არაფერზე გაბრაზებული, თუ კი ასე ვთქვათ, ცოტა კრიტიკულად აფასებ ღვინოს, ფერი აუცილებლად უნდა შევაფასოთ, აქედან გამომდინარე, არასოდეს ესი არ ვკიდებთ. ისე რომ დავფაროთ შიგ თავს. და გარდა იმისა, რომ ფერზე არ შეგვიშალოს ხელი, ასევე არის ტემპერატურული რეჟიმი არ შევცვალოთ, იმიტომ რომ ყველა ღვინოს ბატონ დავითს წინანდალი აქვს, მე კახური ღვინო, წითელი ღვინო თუ აქვს მოკუსანი, ყველა ღვინოს თავისი ტემპერატურული რეჟიმი ჭირდება იმისათვის, რომ ისეთი გემოქონდეს, რომ ეს ჯღრევა. ეს არის კი. რატო? იმისათვის, რომ არომატი შევიქნოთ, იმის საშუალება, აკროლადი არომატები, იმისათვის, რომ უფრო მეტად შევიგნოთ ჯერ სურნელის ენა. სხვათა შორის ეხლა თავიდან როდესაც დავყნოს სხვა არომატი ქონდა, როდესაც ავურიე, ესე უნდა დაყნოსოთ თავიდან, ასე ვთქვათ.
დატრიალების გარეშე და შემდეგ უკვე ვატრიალებთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად მივეხმაროთ თავისი არომატები წარმოაჩინოს. ეს რა ღვინოს ვაგემოვნებთ უთხრეს მაყურებელს ანუ და ძალიან მნიშვნელოვანი არის სრული ინფორმაცია მივიღოთ. ანუ ღვინო ჩვენ ერთი შეფასებით არ ვაფასებთ ფერის შემდეგ, როცა გადავდივართ არომატზე, რამოდენიმე სხვადასხვა ფრაქცია არის, შეიძლება ითქვას ამ არომატული ნივთიერებების, რომლებიც სხვადასხვა პირობებში აქროლდებიან და ხდება აღქმადი დეგუსტატორის მიერ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ პირველი გასინჯვა გავსინჯოთ დასხმის შემდეგ ყოველგვარი, ასე ვთქვათ, ინტენსიური შენჯღრების გარეშე, იმიტომ რომ დროს ჭიქა სავსე არის ყველაზე ადვილად აქროლადი მსუბუქი არომატები. უნდა დავიმახსოვროთ ეს არომატი. და შემდეგ უკვე ინტენსიური შენჯღრებით ჩვენ ვახდენთ კედლებზე დარჩენილი ღვინო ორთქლდება და შედარებით მძიმე მოლეკულები, რომლებიც თავიდან არ იგზნობოდა, ეხლა უკვე ეს არომატიც და განსხვავებული გამოიქნება სავარაუდოდ სურნელი. გასინჯეთ, რომ სულ სხვა არომატები წამოვიდა. ნამდვილად. კიდევ ეგრეთ წოდებული მესამე ცხვირი, როდესაც ჩვენ გავაკეთებთ კლუბს, ეს პირის ზღვრში აორთქლდება და რეტრონაზალურად, ანუ უკანა მხრიდან ისევ ყნოსის ორგანოებამდე მიდის ეს აქროლადი ნივთიერებები. აქ მესამე კომპონენტი და მთავარია სამივე სუნი ერთმანეთს რამდენად ავსებს, რამდენად ჰარმონიულად გადადის ერთმანეთში. ხელი ფილოსოფია. ყველა ჯერზე სხვადასხვანაირი გემოვიგრძენი ნამდვილად. ძალიან მაგარია. და ძალიან არაჩვეულებრივია, უნდა აღვნიშნოთ, მე პირდაპირ მინდა რომ ამ წესის გაგრძელებით, ხო, მაგრამ ორი ღვინო გვაქვს და შესაბამისად მე რა კახური ღვინო მიჭირავს, მაშინ ორ სიტყვას ვიტყვი, იმიტომ რომ ძალიან ვამაყობთ ამ ჩვენი კახური ტრადიციული მეთოდით, ქვევრის ღვინით, რომელიც უფრო და უფრო პოპულარული ხდება, ნამდვილად ესე არის. და ძირითადად ესეთი ღვინო ხასიათდება ქარვის ფერით, მუქი ქარვის ფერით. ფერი ძალიან ლამაზი აქვს ნამდვილად. არომატები ზოგადად რო ვთქვათ, კახური ღვინის არის უფრო ჩირის ტონები, კომშის, შებრაწული კომშის ტონი, შემწვარი ვაშლის ტონი, მურაბების ტონი არის უფრო იგივე კომშის მურაბა და ასე შემდეგ. და საკმაოდ მდიდარია არომატებით. აი შემდეგ რო დააყოვნოთ პირველად როგორც გვასწავლეთ გავსინჯავთ პირდაპირ კიდე უფრო და უფრო ვითარდება განსაკუთრებით კახური ღვინის არომატები. აი მარტივად არ ვიცი რამდენად შესაძლებელი იქნება ამაზე პასუხი გამცეთ, იმიტომ რომ მთელი დაკვირვებები და დიდი, ასე ვთქვათ, მუშაობაა საჭირო, მაგრამ აი როგორ უნდა განვასხვავოთ, აი რომ ამბობენ ხოლმე ნამდვილი ღვინო, არანამდვილი ღვინო, დაყენებული, შაქრიანი, ხო, ესეთი ტერმინიც არის. ეს არსებობდა ადრე, ეხლა მერწმუნეთ, რომ ძალიან ნაკლებად მსგავსი რამე თითქმის აღარავინ პირიქით უნდა მოგვინდეს რომ მოვძებნოთ ესეთი ღვინო მე მგონი. ამ შემთხვევაში ოჯახის ღვინოზე მაქვს საუბარი. აქ შეიძლება იყოს უფრო პრობლემები, არის უფრო ხო ოჯახის ღვინო აი სოფელში რო აყენებენ ან ცოტა ზადიანი და ავადებიანი ღვინოები შეიძლება იყოს, თუმცა არაფერი არ გქონდეს დასმული. ეს უფროა პრობლემა დღესდღეობით, ვიდრე ასე ვთქვათ, ზოგადად ქართულ ბაზარზე იყოს წყალდასხმული ღვინო ან რაღაცა პრობლემა. ერთი რამე რაც მინდა აღნიშნო, ხშირად ჩვენ ცოტა უკანა პლანზე ვწევთ ხოლმე ღვინის გემოს, ძირითადად არომატებზე ვლაპარაკობთ, მე მინდა დააგემოვნოთ ეს კახური ღვინო. ბალანს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ შემთხვევაში ცოტა ტანინებიც აქვს ხო კახურ ღვინოს, ჰარმონია, ტანინი, მჟავიანობა, რაც თეთრ ღვინოს ახასიათებს და დაგემოვნების შემდეგ გემოს ხანგრძლივობა, რამდენად ხანგრძლივია. ხარისხიან ღვინოს ეს აუცილებლად აქვს. მე თქვენის ნებართვით ამასაც გავსინჯავ. აი ეს რომელი ღვინოა? ეს არის მუკუზანი. მუკუზანი არის საფერავის ჯიშიდან დაყენებული ღვინო. არის უფრო ხარისხობრივად მაღალი კატეგორია და მისი აუცილებელი პირობა არის თუნდაც მინიმუმ ერთწლიანი დაძველება. ანუ იგივე პრინციპით რომ დავლიო, ხო, გემოს განსხვავებას ვიგრძნობ, ხო, ანჯღრევამდე და ანჯღრევის შემდეგ. პირველად ყოველგვარი. კი, ნამდვილად. როგორც წესი, მუკუზანი არის მუხის კასრში დავარგებული, ამიტომ ყურძნის და დუღილის არომატებს მუკუზნის შემთხვევაში ემატება ის არომატები, რითაც ღვინო გამდიდრდა მუხასთან კონტაქტის შედეგად. ეს არის კვამლის, ლორის, ქოქოსის, ესეთი უფრო დახვეწილი ნიუანსები, შოკოლადი, ვანილი და ეს ღვინის მრავალფეროვნებას კიდევ უფრო ზრდის და იქნება ბუკეტი. აი ამ გემოს და სურნელის ბუკეტი. სამი ღვინოდან მომეწონა ტემპერატურებიც აუცილებლად გავითვალისწინოთ 14 აი ესეთი სხეულიანი წითელი ღვინო
14-16 გრადუსზე უნდა გაისინჯოს. სუბუქი არომატული ნაზი თეთრ პირველი რომელიც გავისინჯა 8 გრადუსზე კი. უფრო იმისათვის რომ ზუსტად შევძლოთ ამ ღვინის დაგემოვნება და სიამოვნების მიღება. ანუ წითელ ღვინოზე შედარებით ოდნავ მაღალია ხო რამდენიმე გრადუსით ტემპერატურა დაგემოვნების. რაც შეეხება მიმდევრობას, თუ ვაგემოვნებთ თეთრ ღვინოს და წითელ ღვინოს, ამ შემთხვევაში სასურველია დავიწყოთ თეთრით და შემდეგ გადავიდეთ უკვე ახური ღვინოებით, გააჩნიათ თუ ნახევრადკბილ თეთრსაც ვაგემოვნებთ ტვიშს. შემდეგ უკვე ვარდისფერი ღვინოები თუ გვაქვს, რაც უფრო და უფრო პოპულარული ხდება მსოფლიოში. მე მგონი ეს სისტემა არის, გამოც ჩვენ კიდევ უნდა მოგიწვიოთ შემდეგ გადაცემებში ერთი გადაცემა არ გვიყოფა ჩვენ თქვენთან საუბარი ნამდვილად. ნამდვილად ძალიან სასიამოვნო იყო. გავაგრძელებდი თქვენ სტუმრობას დაუსრულებლად. რაღაცა მე მომიდა რომ კიდევ დიდხანს გაგრძელოთ. თქვენი ინტერესი. ამისთვის არის თქვენი კურსები. ერთდღიანი შეგვიძლია გავაკეთოთ ეს კურსი კულინარიის აკადემიაში გავაკეთოთ შეუღლება კერძის და ღვინის, ვისაც სურვილი ექნება, შეგვიძლია რომ ეს ერთი ძალიან სასიამოვნო დღე. არაჩვეულებრივი გეგმაა და მე იმედი მაქვს რომ განხორციელდება ეს ყველაფერი და ჩვენ მაყურებელსაც ვეტყვით რომ ძალიან მარტივად შეუძლიათ თქვენი მოძებნა მსურველების რიცხვი ძალიან დიდია, ასე რომ შეიძლება ჯგუფში ფიზიკურად არ დარჩეს თქვენი ადგილი, როგორც აღნიშნეთ, გაიზარდა ჯგუფის წევრების რაოდენობა. მოკლედ, ვინც ვერ მოასწრებს თქვათ უახლოეს მომავალში დასწრებას, მაგრამ ჯობია რომ დაესწროთ და თქვენ თვითონ უფრო მეტი შეიწყოთ. ჩვენგანაც მიიღეს გარკვეული სასარგებლო რჩევები, ყოველ შემთხვევაში დღევანდელი გადაცემის შემდეგ უფრო ბევრი ვიცით, ვიდრე აქამდე ვიცოდით და დიდი მადლობა თქვენ ამისთვის. ჩვენ რეკლამაზე უნდა გავიდეთ, რეკლამის შემდეგ დაბრუნდებით და ნამდვილად ღვინო აადვილებს და ამერტივებს საუბარს.